ვინ აფინანსებს ქართულ ოცნებას არასამთავრობო ორგანიზაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით ოცნების შემომწირულებთან დაკავშირებულ კომპანიებში სექტემბერში განსაკუთრებით სამშენებლო კომპანიები ჭარბობდნენ, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების უმსხვილეს ტენდერებს იგებენ. ორგანიზაციის განცხადებით მათ ბოლო 10 წელიწადში 2.59 მილიარდი ლარის ტენდერები აქვთ მოგებული, ხოლო 2024-25 წლებში 591 მილიონის. ორგანიზაციის ინფორმაციით ამ კომპანიებთან დაკავშირებულმა 12-მა შემომწირულმა ქართულ ოცნებას 570 მილიონი ლარი შეწირეს. დღეს ქვეყანაში ბიზნესი ზოგადად თავისუფალია. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა მიმართულებას. რატო გიკვირთ, რომ იმ პოლიტიკას, რომელსაც ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ახორციელებს, აღნიშნული კომპანიები, ბიზნეს სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლები ეხმარებიან და თანხის შემოწირულობებს აკეთებენ. რა არის ამაში ცუდი? ნახეთ, როგორ ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში ფანდრაიზინგის გაკეთება და ასე შემდეგ, ჩვეულებრივი პროცესი. იგებენ ღმერთმა გაუმარჯოს, იგებენ ტენდერია, კონკურენცია, ვინც წარმოადგენს საუკეთესო წინადადებას, გამარჯვებული არის ის. მაინც თქვენი შემომწირულები იგებენ სულ ტენდერებს. 99% ქვეყანაში ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი არის ქართული ოცნების წარმომადგენელი. ეს შემთხვევით კი არ არის.